მოგესალმებით თანამოქალაქენო. სანამ ქართული დეტექტივების იმ წარმომადგენლებზე ვამზადებ ვიდეოს, რომლებიც პირველ განხილვაში ქრონოლოგიური დისტანციისა და კიდევ სხვა მიზეზთა გამო ვერ მოხვდნენ, მოდით ცოტა ხნით ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში ამ ჟანრის ოქროს ხანას და კერძოდ ერთ სპეციფიურ საკითხს, რომელიც მე პირადად დიდი ხანია არ მასვენებს. მოკლედ, ვისაც პირველი ვიდეო არ გინახავთ, შევეცდები მარტივად აგიხსნათ. სხვადასხვა ქართულ დეტექტივში ხშირად მსახიობთა ერთი და იგივე ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. ზურა ყიფშიძე, მარინა კახიანი, თემურ ჭიჭინაძე, ლეო ანთაძე, დათო დარჩია, კორკოტა, მაგრამ ჩემი გამოთვლებით ყველაზე მეტი სხვადასხვა როლი გივი ჩუგუაშვილმა შეასრულა, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა, როცა ამ სერიალების თავიდან ყურება დავიწყე. ამიტომაც როგორც კი 27 დრაკონში ნაცნობის სახე შევნიშნე, ჩემთვის გავიფიქრე, ვა, ჰასან ცეცხლაძის კამეო. ეს სასიამოვნო სიურპრიზი მასალის შესწავლისას კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. იმდენად რომ მე ხუმრობა ვიდეოშიც ჩავრთე, მაგრამ რაც დრო გავიდა, საკითხს მეტად ჩავუფიქრდი და ჩემს ნაღვაწსაც უკვე სხვა თვალით შევხედე, მივხვდი რომ თვალწინ წმინდა წყლის კონსპირაციული თეორია მესახებოდა, რომელიც შეიძლება არც უნდა გამოაშკარავდეს ოდესმე. მაგრამ თუ კი ჩათრევა მიზერია, თქვენ საუცილებლად ჩაგიყოლებთ. ამიტომაც ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ ჰასან ვერსის ქართული სერიალების ისტორიაში სავარაუდოდ პირველი დამალული ალტერნატიული რეალობის დეტალურ გაშიფრვას. ზოგადად, რაში მდგომარეობს ჰასან ვერსის თეორია? იმაში, რომ მისი მიხედვით ქართულ დეტექტიურ სერიალებში გივი ჩუგუაშვილის მიერ ნათამაშები ყველა პერსონაჟი სინამდვილეში ერთი ადამიანია, რომელსაც ცხოვრებაში რამოდენიმეჯერ მოუწია იდენტობა შეეცვალა და სხვადასხვა ადგილისთვის შეეფარებინა თავის აფრთხის ასარიდებლად. რას ეფუძნება ეს ვარაუდი? ამ გმირების ბედი ყველა შემთხვევაში ამბის დასასრულისას ზუსტად არაა გარკვეული, რაც თავისუფლად გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ სხვადასხვა ისტორიებს შორის რა განვითარდა და როგორ უკავშირდება ყველაფერი ერთმანეთს. თანაც მთლიანი სურათის აღდგენის შემდეგ ფაზლის ეს ნაწილები ერთ მოცემულობად თითქმის იდეალურად ჩაჯდა. რატომ წამოიჭრა ეს საკითხი? იმიტომ რომ ესეთი თეორიები მიყვარს. იმისთვის რომ ზუსტად გავიგოთ რა არის შემდეგ მოხდა, პირველ რიგში ეს სერიალები დროის ხაზზე უნდა დავალაგოთ. სამწუხაროდ ეპიზოდების გამოსვლის ზუსტ თარიღებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხშირ შემთხვევაში არაა. ამიტომაც ტაიმლაინის შესავსებად მომიწია საკუთარი ვარაუდები გამომეყენებინა იმაზე, თუ რომელი ამბავი შეიძლებოდა მომხდარიყო უფრო ადრე ან უფრო გვიან. საბოლოოდ ჰასან ვერსის დროის ხაზი ასე გამოიყურება. პირველ ადგილას 27 დრაკონში განვითარებული მოვლენებია, რომლებიც 2003 წლით თარიღდება. მეორეზე მგლების ხორუმი, რომელიც 2003 წლის 14 თებერვლით თარიღდება. მესამე ადგილზე ცხელი ძაღლის მესამე სეზონი, რომელიც 2005 წლის 9 მაისით თარიღდება, ხოლო მეოთხე და საბოლოო ადგილზე ყავა და ლუდის მეორე სეზონის მეათე სერია, რომელიც უბრალოდ 2005 წელს გამოვიდა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მოვლენები აუცილებლად ამ თანმიმდევრობით განვითარდა, რადგან სიკველები ფრიქველებზე ადრეც გამოსულა. თუმცა რადგან ისედაც მწირი ინფორმაცია გაგვაჩნია და სიუჟეტს მიღმა არაფერი ვიცით, მოგვიწევს ამ სქემას დავეყრდნოთ. ამ კონსპირაციული თეორიის მიხედვით ყველაფერი 27 დრაკონის მოვლენებისას დაიწყო. ვანოს ანუ ჰასანის პირველ სახის წარსული აქედანვე ბურუსითაა მოცული. მისი და მინა გორდეზიანის მტრობის დეტალებზე სიუჟეტი თითქმის არაფერს გვეუბნება. ზუსტად რა მოხდა, რატომ სურს ვანოს მინას განადგურება. ამას გარდა ეს პერსონაჟი თავისი ყოველი გამოჩენით უფრო და უფრო მეტ კითხვებს გვიჩენს. რატომ ცხოვრობს ჰანა მონტანას მსგავსად ორი ცხოვრებით? თითქოს უბრალო კაცია, რომელიც თავის სარდაფში საეკლესიო ზარებს ამზადებს. Peace and love რამე, მაგრამ ამავდროულად გარდა იმისა, რომ მასში შურისძიების ჟინი და სიძულვილი დუხს, საკმაოდ მოხერხებული და საშიში ფიგურაცაა, რომელიც ფაქტიურად ჯიბიდან ისვრის და თითქმის შეუმჩნევლად ისე ახერხებს სამიზნეებზე დაკვირვებას, რომ მათი არც ერთი ნაბიჯი ყურადღების მიღმა არ რჩება. რადგან საბოლოოდ ეს მაინც თეორიაა და არსებული ინფორმაცია პერსონაჟის ბექსთორი ზუსტი სურათისთვის საკმარისი არაა, მოგვიწევს არსებული მონაცემების დახმარებით სავარაუდო ისტორია ავაწყოთ. შესაძლოა ვანო დასაწყისში თავისი წინაპრების მსგავსად საპოლიციო საქმიანობას მისდევდა და ამ მხრივ გარკვეული წარმატებას ჰქონდა, მაგრამ რაღაც მომენტში მოხდა სწორედ ის, რამაც მისი ცხოვრება ამოატრიალა და რაშიც უეჭველია მინაც იყო გარეული. ყველაზე მარტივი ვარაუდი რომ გამოვთქვათ, შეიძლება ვანოს მეწყვილე კოპი ჰყავდა, რომელთან ერთადაც იმდენი დრო გაატარა მუშაობაში და იმდენი სირთულე გამოიარა, რომ ეს კაცი ფაქტიურად მისი ოჯახის წევრად იქცა. ხოლო ერთ დღეს, როცა ორივენი ლეოს რაზმის ასაყვან სპეცოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას, მინას ნასროლმა ტყვიამ ვანოს ძმადნაფიცის სიცოცხლე იმსხვერპლა. გონი ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ბუღას სამკვდროდ გადაჰკიდებოდა. მეორე არანაკლებ ჰოლივუდური თეორიით, მინას აყვანის უამრავმა უშედეგო მცდელობამ ვანოს კარიერა შეიწირა. ან კიდევ უარესი, როცა ბუღა კიდევ ერთხელ გაექცა, ამ უკანასკნელმა რაღაც იმდენად სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, რომ პოლიციელი მომხდარს საკუთარ თავს აბრალებს და ვერ პატიობს. ამგვარი ვერსიები უსასრულოდ შეიძლება მოვიფიქროთ, მაგრამ ყველა მათგანს მაინც ერთი ამოსავალი ექნება. მინამ ვანოს რაღაც ან ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი წაართვა, რომლის დაბრუნებაც პოლიციელს არ შეუძლია და ჰგონია, რომ ამ ნაიარევის მოშუშებისა და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მინას სიცოცხლისთვის გამოსალმებაა. სწორედ ამით შეიძლება ახსნათ მისი მარად პირქუში, დაზაბული და უხეში განწყობა. საბოლოოდ მიზნის მისაღწევად ვანო მინას სოფელში გამოეცხადება და სერიალი სწორედ იმ მომენტში მთავრდება, როცა
თუმცა მისი მიმართულებით უნდა ისროლოს. ჰასანვერსის თეორიის მიხედვით ვანოს დაბრუნება შემდეგ ნამუშევარში მგლების ხორუმში ხდება. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინაზე თავდასხმა წარმატებით დასრულდა და არა პირიქით. თუმცა რადგან მკვლელობის მუხლით გასამართლება და პატიმრობა ემუქრებოდა, ვანომ თავისი აზღვრისპირა სოფელს შეაფარა და ახალი იდენტობა მოირგო. მასთან ერთად მცხოვრები გოგონა შესაძლოა სულაც არაა მისი შვილი. ეგება ნათესავია. ბეკი უფრო ვარაუდობ, რომ კონსპირაციისთვის ან უფრო ჰუმანური შეხედულებების გამოისობით ობოლი შეიფარა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბუნების წიაღსა და სიმშვიდეში სამეურნეო საქმეებით გართულმა ვანომ წარსული თითქმის სულ მიივიწყა, მაგრამ საფრთხეს იგი აქაც არ მიუტოვებია. თანდათან სიტუაცია უფრო დაიძაბა. მკვლელობები, ბანდები, კონტრაბანდა, ნარკოვაჭრობა. ვანოს ცხოვრება ისევ ამოვარდა კალაპოტიდან. გონი სწორედ ამ მომენტში მისი შეხედულებები აბსოლუტურად იცვლება. შურისძიებას შეწირული ახალგაზრდა წყვილის დანახვისას ხვდება, რომ სისხლის აღება გამოსავალი არაა და შესაძლოა საკუთარი დანაშაულის სინანულსაც მთელი სიმძიმით იაზრებს. ამან და სულიერი ყოფის მოწყობაში მორიგმა წარუმატებლობამ ალბათ ცხოვრების, სხვებისა და თავისადმი აპათია ან ზიზღიც გაუჩინა. ამასთან ერთად ამდენი უსამართლობის ხილვით დაასკვნა. დედამიწაზე იმდენი ცუდი რამ ხდება, რომ ყველაფრის გამოსწორება მაინც შეუძლებელია. სულ ბოლოს კი მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ემეგობრება და ფულწრფელად აფასებს, გულის სიღრმეში მაინც იცის ერთი ჭეშმარიტება. ერთ დღესაც მარადსამართლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცი ვანოს ბნელ წარსულზეც შეიტყობს სიმართლეს და იგი ისევ დევნის ობიექტი გახდება. შესაბამისად, ცხოვრებაზე გულად სრულებული და პირობითად რომ ვთქვათ, გაბოროტებული ტოვებს იმ ნავთსაყუდელს, სადაც ეგონა, რომ საბოლოოდ ჰპოვა ჰარმონია და აჭარაში გადადის. აქ უკვე ვანო თავისი გონების ყველაზე ბნელ მხარეს სრულ თავისუფლებას ანიჭებს და ჰაიზენბერგის მიერ ალტერნატიულ სახელსაც ირქმევს, ჰასან ცეცხლაძე. იგი გადაწყვეტს, რომ დროა საკუთარი უნარები თავის და სასიკეთოდ გამოიყენოს და ძალაუფლებისკენ სწრაფვას იწყებს. ასე ხდება აჭარის ერთპიროვნული, ცივსისხლიანი მმართველი. რადგან ადამიანებისადმი რწმენა სოფელში განვითარებული მოვლენების დროს დაკარგა, მათ მიმართ ემპათიას აღარ გრძნობს. არავის ენდობა და მხოლოდ საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს. აქედანვე დაინტერესდებოდით, ვინაა მაშინ ნური თუ კი ჰასანი ნამდვილი ადამიანი არაა. ჩემი თეორიით ვანო ნურის აჭარაში გადაეყარა. ეს უკანასკნელი ავანტიურისტია, რომელიც ადამიანების ამოცნობისა და მათი გაცურების ნიჭს სხვადასხვა პროფესიების მორგებისა და სიმდიდრის მოსახვეჭად იყენებს. სწორედ ამით გაეცემა პასუხი გენო შავდიას კითხვებს იმაზე, თუ როგორ მოახერხა ნურიმ ბოგასას ელში გამხდარიყო. ჰასანს ასეთი მოხერხებული კაცი ძალაუფლების მოპოვების გზაზე სჭირდებოდა, ხოლო ნურის ძლიერი და გავლენიანი მხარდამჭერი არ აწყენდა. ამიტომაც შეთანხმდნენ თავები ნათესავებად გაესაღებინათ და ერთად ემოქმედათ. როგორც წინაზე, ახლაც ყველაფერი თავიდან კარგად მიდიოდა, ანუ ამ ორისთვის კარგად. სანამ ჰასანს იგივე არ დაემართებოდა, რაც ძალაუფლებით დაბრმავებულ ყველა მმართველს. მისმა სისასტიკემ და სიმდიდრის დევნამ მოვლენების ისეთი ჯაჭვი შეკრა, რომლის ბოლოში ცეცხლაძეებისადმი დამბიზნებული ლულა აღმოჩნდა. სადღაც ამ ქაოსში ბიძინა თაბაგარი მორფეუსის მსგავსად გამოჩნდა და ჰასანს უკანასკნელი სამაშველო რგოლი გადაუგდო. აქ ვანო კიდევ ერთ გარდასახვის არკას გადის, გარშემო მიმოიხედავს, ხვდება, რომ აქაც იგივე ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს, რომელზეც წარსულის სურათები ისევ და ისევ მეორდება. კარგავს ახლო ადამიანს, მართლმსაჯულების מחვილის ანარეკლი კვლავ ისევ ახლოსაა, როგორც მაშინ, როცა მინას სისხლი ჯერ კიდევ არ შეშრობოდა ხელზე. და ისინი, ვინც აქამდე საყრდენებად ესახებოდა, ახლა მზადარიან თვალის დაუხამხმებლად გაწირონ. ყველაზე მეტად კი ის უდუღებს სისხლს, რომ ამ ხაფანგზე წამოეგო და რისკები საკმარისად ვერ გათვალა. ჰასანი ბიძინას გამოწვდილ ხელს უკანასკნელი ძალებით ეჭიდება, ხოლო ყოფილ პარტნიორებს ორგულობისთვის იმით სჯის, რომ სწორედ იმ ნავით ძირავს, რომელიც მის დასაღუპად იყო გამზადებული. ასე მთავრდება ცხელი ძაღლის მესამე სეზონი. ჰასანვერსის ბოლო ფაზა იმავე წელს ყავა და ლუდის მეორე სეზონის მეათე სერიაში ჩნდება. რა მოხდა შუალედში? თავის გადასარჩენად ჰასანი პოლიციასა და დაზვერვას თანამშრომლობაზე დათანხმდა. იმის გათვალისწინებით, რომ იმ ცნობების რაოდენობა და შინაარსი, რომელიც გააჩნდა მის სიცოცხლის საფრთხეს უქმნიდა, ამჯერად სახელმწიფომ მოათავსა მოწმეთა დაცვის პროგრამაში. ოღონდ მისივე თხოვნით დიდი ხნის უნახავთ ცოლ-შვილთან ერთად. ისინი სავარაუდოდ ჯერ კიდევ მინას მკვლელობამდე გაქრნენ სურათიდან, რამე თუ 27 დრაკონში არ ჩანან. შეიძლება სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში იმალებოდნენ და ვანომ თავიდანვე გაარიდა იმ შედეგებს, რასაც მისი შურისძიება მოიტანდა. Anyway, გმირის ახალი სახელი და გვარი გოგი გველესიანია. იგი სახელმწიფო დაზვერვაში მუშაობს, თუმცა ჰასანი მასში ჯერ კიდევ ცოცხალია თავისი სიძულვილითა და მრისხანებით. და წარმოდგენაც არა აქვს, თუ ბედი კიდევ რას უმზადებს. გოგის შვილს და მის მეგობრებს ძარცვისას აგენტი შემოაკვდებათ, რომელიც დაზვერვას და უშუალოდ გოგის ექვემდებარებოდა. ხოლო საქმის გასახსნელად პირველი ხელჩასაჭიდი ფაქტი სწორედ ისაა, რომ მსხვერპლმა გარდაცვალებამდე გოგის შვილი ამოიცნო. პერსონაჟი ხვდება, რომ მალე მის თავს განუზომელი ტრაგედია დატრიალდება, რომელიც ვერც კი მიუახლოვდება ყველაფერ იმას, რაც გადაიტანა. მან ორი ახლო ადამიანი უკვე დაკარგა და ახლა დედამიწაზე ერთადერთი დარჩენილი ძვირფასი რამ ხელიდან ეცლება. თანაც ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ, რომ გამუდმებული სირბილისა და სახეცვლის ფონზე საკმარისი ყურადღება ვერ გამოყო იმისთვის, რაც მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ერთი სიტყვით ახლა გეთემიკეტა
დასაკვირველია, გოგი მთელი ძალებით ცდილობს შვილი თავისი აზრით გადაარჩინოს. აქ ჰასანის ბნელი ბუნება და გმირის წმინდა მამობრივი ინსტინქტები ერთიანდებიან. გონი მთელ ამ მრავალწახნაგოვან ისტორიაში ეს მომენტია დუღილის წერტილი. გოგის ერთსერიანი crash out, რომელიც ორი თითქმის სამი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, პერსონაჟის გამოვლილი გზის საბოლოო შედეგია. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ამ სცენებში ასეთი ემოციურია. ფაქტიურად დასაკარგი აღარაფერი რჩება და მის მრისხანებას ვეღარაფერი შეაკავებს, თუმცა სწორედ ეს რისხვა და შინაგანი შიში აბრმავებს, რის გამოც ისეთ შეცდომას უშვებს, რომელსაც ამ ხასიათისა და გამოცდილების პირი არაფრის დიდებით არ დაუშვებდა. სხვათა შორის წინა ვიდეოში არ მიხუმრია, როცა გივი ჩუგუაშვილის ეს როლი ყავადალუდის ეპიზოდური პერფორმანსების ჰაილაითებში შევიყვანე. მსახიობი ყველა სცენაში მართლაც ბოლომდე იხარჯება. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ბაჩანა თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას და სწორედ ამ მომენტში გოგი ხვდება, რომ ჩაკეტილი წრე საბოლოოდ გატყდა. დევნა დასრულდა. მართლმსაჯულების ურემი მას მაინც დაეწია და თან როგორ პოეტურად, მისი ცოდვების საზღაური ფაქტიურად შვილმა მიაგო. იმ ფაქტით თავს არ დაცემული, რომ სწორედ იმან მოუტანა სულიერი კათარზისი, რასაც გაურბოდა, ვეღარაფერს ამბობს. გონი საკმაოდ გამართული თეორია გამოგვივიდა. დასაკვირველია, მასში გარღვევები აუცილებლად იქნება. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ გონია, რომ ამდენი ტყუილად არ გვიწვალია. სხვადასხვა ისტორიების გაერთიანებამ იმდენად მრავალმხრივი და კომპლექსური პერსონაჟის პორტრეტი მოგვიტანა თავისი წარმოუდგენელი თავგადასავლებით, რომელსაც ნებისმიერი ამბავი ინატრებდა. საბოლოოდ რა უნდა გითხრათ? ხო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასართობად და ხუმრობით. ერთადერთი რაც მთელ ამბავში რეალური ფაქტია ისაა, რომ გივი ჩუგუაშვილი მართლაც ძალიან კარგი მსახიობია და ჩემს შეთხზულ თეორიაში თუ დამაჯერებლობის ერთი მარცვალი მაინცაა, მხოლოდ იმის დამსახურებით, რომ არტისტმა ყველა მოცემულ შემთხვევაში საინტერესო და დასამახსოვრებელი გმირები შექმნა. ის დროა დეტექტივების მეორე ნაწილს მიუბრუნდა. შეიძლება მანამდე კიდევ ერთი სხვა ვიდეოს დადება მომიწიოს, რადგან ძალიან ვრცელი მასალაა შესასწავლი, მაგრამ ამაზე მერე. ახლა კი დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო, არხი გამოიწერეთ რამე თუ აქ ეს ჩემი ბოლო გაელვება არაა და ჰო, კარგად იყავით.